დიდი მადლობა ნიკა რომ ხარ გადაცემის სტუმარი. გთხოვთ დაიკავოთ ადგილი. შემთხვევით არ გამახსენდა ხო ცხადია ეჭვი მაქვს თქვენს გაგახსენდებოდათ საბას მოყოლი ამბავი და ძალიან კი ეჭვი არ მეპარება და ძალიან ბევრი ამბავი რომელიც პოლიციელების ასე ჯგუფურ ძალადობაზე სისასტიკეზე ადამიანების წამებაზე მოგვითხრობს. უბრალოდ ეს აღმოჩნდა ის შემთხვევა კიდევ ერთხელ ვიტყვი ბრავო კადრების გადაღებისთვის ჟურნალისტებს, რომელიც მთავარის ყოფილი ჟურნალისტია. კი, გიორგი მთავარის ყოფილი ჟურნალისტია და ეს განსაკუთრებით ალბათ ხო დაგამახსოვდა. ეხლა შენ მართლა ეს იყო ის შემთხვევა, რომელსაც ვერაფერს უზამდნენ, თორე სხვა შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, არც ის 6 პოლიციელი ეხლა არ ეყოლებოდა დაკავებული. თქვენი შეფასება გორში მომხდარი ძალადობის და მთავარი შეფასება მაინც ჩვენ რეაქციაზე მაქვს. გულწრფელად გეტყვით კი ნამდვილად, იმიტომ რომ კადრები ვნახეთ, ძიმე საყურებელია და მესმის ადამიანური რეაქციების, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საქართველოში ხდება პრაქტიკულად ყოველდღე. სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ადამიანების წინააღმდეგ, სხვადასხვა პოლიციელების მონაწილეობით, მაგრამ ხდება ყოველდღე. ამისთვის არავის არ სჯიან, არც ახლა არ დასჯიდნენ, უბრალოდ არსებობს ეს კადრები და იციან როგორია საზოგადოების რეაქცია. ქართული პოლიცია დღეს არის ეს. არაფერი განსხვავებული არ ხდება სხვაგან და გორელი პოლიციელების დადანაშაულება იმაში, რომ ამას აკეთებენ, მაშინ, როდესაც მთელი ქართული პოლიცია რეალურად მომართულია იქითკენ, რომ 100-ჯერ ამაზე უარესი რაღაცები აკეთოს მთელი ქვეყნის დასანახად რუსთაველის გამზირზე, ამის ფონზე ეს არ უნდა გვიკვირდეს. კარგია რომ აღშფოთება გვაქვს ამის მიმართ ამ მასშტაბის, მაგრამ ეს ხო გასაკვირი არ არის. საბასთან დაკავშირებით თქვენ რაც თქვით, მე დეტალებში ვიცი საბასთან დაკავშირებით რაც მოხდა, მართლა დეტალებში, იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან ახლო მეგობარია ჩემი და ძალიან მიყვარს, პარტიის წევრიც არის, მაგრამ მეგობარიც არის და ვიცნობ მის საქმეს კარგად თან. საბა ისე ცემეს ისე აწამეს, ოღონდ წამებაა პირდაპირ, როცა შენ პოლიციის კაბინეტში ხელბორკილ დადებულს გცემენ, თან ისე რომ წინააღმდეგობის გაწევას კერსობთ, არც არა აქ ადგილი, ხო, ადამიანი შეყვანილია რომ დაკითხონ. ცემეს ის რამდენიმეჯერ და ტვინი შერყევა რომ მიაღებინეს ბოდიში მაყურებელთან და ღებინება ეწყება ადამიანს ასეთ დროს ყოველთვის ტვინი შერყევის დროს და მას უთხრეს რომ არა შენ საპირფარეშოს ვერ გახვალ ახლა შენ პოლიეთილენის პარკი და ამაში არ წყია უკაცრავად ამ სიტყვისთვის, მაგრამ ესე მოხდა და ხო ორჯერ ესეთი ვითარება იყო და ესე მოხდა სინამდვილეში, ხო? ბევრად უფრო მძიმე არ ასე ჩვენ ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უმძიმესი საყურებელია თავისთავად ცხადია. მაგრამ გულწრფელად გეუბნებით კიდევ ერთხელ, ჩემთვის უმძიმესი ამბავი არის ის, რომ ქართული პოლიციის სახე დღეს არის ეს. ეს ხდება ყოველდღე, ყველა ქართულ ქალაქში, უამრავი ქართველი პოლიციელის ჩართულობით, უამრავი უდანაშაულო თუ დამნაშავე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა მსხვერპლი ამ დღეშია ქართველის წინააღმდეგ, ბოდიში ხმა ჩაწყვეტილი მაქვს 2 დღის წინააღმდეგ. ობიექტური მიზეზი. ამბების გამო. ხო. რეალობა არის ჩვენი ეს და ამისი მთავარი ასე ვთქვათ, განმაპირობებელი არის ის, რომ ყველას დასანახად ქართველი პოლიციელები, ნარჩევი ქართველი პოლიციები რუსთაველის გამზირზე სცემენ და ასისხლიანებენ ნარჩევ ქართველ ახალგაზრდებს. და ასეთი ბევრი ეს არის ამბავი შემთხვევა, რომელსაც ყვებოდნენ და ისეთი შემზარავი არის ეს ყველაფერი. ეს დაგეთანხმებით ნიკა, უბრალოდ კადრები ვნახეთ. ამაზე კიდევ უფრო მეტად მძიმე ამბებს ყვებიან, მათ შორის სინდისის პატიმრები და ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც იმ აქციების დღეებში იყო ნაწამები უცნაური რა არის, იცით რომ აი აქაც 5-6 კაცი დააკავეს და რუსთაველის დარბევების თვეების განმავლობაში რომ იმდინარეობდა იქ 5. აუ ეს საინტერესო დეტალია. აი შეხედეთ ახლა აქ რო 6 კაცია დაკავებული და იქ მასობრივი აი მოწამვლით რომ დამთავრდა ბოლოს ყველაფერი იქ 5. ამბავი ხო ეს არის სინამდვილეში. ცინიზმზეც არ არის, ხო ეს ახლა არის ჩაქრობა საზოგადოებრივი აღშფოთების
გამოგვაშვებიებენ ამ რაღაცა ნეგატიურ ემოციებს, მე ამათ ვითომ დაიჭერენ, სინამდვილეში. ირაკლი კობახიძე სამთვეში გამოუშვებენ. მათი რეაქცია და ამბობდა, რომ ეს არის ჩვენი ხელწერა, რომელიც დავამკვიდრეთ განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან 2012 წლის შემდეგ. მოისმენდით ალბათ. ხელწერა, რომელიც დაამკვიდრეს განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, არის ყველა ჩვენი მეგობრის ამ ქვეყნის მინიმუმ საზღვრებს ფარგლებს გარეთ გაწევა. იმ ხალხს აღარ ვაინტერესებთ, როცა 200 კილომეტრში ერევნიდან იკრიბება თბილისში 2-ჯერ მეტი თუ 5-ჯერ მეტი ადამიანი ვიდრე ერევანში და აქედან ესალმება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ეს არის ტრაგიკული მოვლენა საქართველოსთვის. მაგრამ ეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის არჩევანი კი არ იყო, რომ იქ ჩასულიყო და აქ არა. ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთა ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ ჩვენთან არავინ არ ჩამოვა და ჩვენ მოგვიწევს ერევანში მივესალმოთ ხოლმე ძალიან დიდ სახელმწიფო მოღვაწეებს ჩვენი დასავლელი მეზობლებისგან, იმიტომ რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ ჩამოისვლება მათ შორის ამ პოლიციელების გამო, ვინც გოლში წემდა ადამიანს, მაგრამ ვინც რუსთაველზე წემდა. სხვა choice, აი ხა რუსთაველი ახსენეთ და ძალადობის კონტექსტში რა მინდა ვთქვა, რომ იმ დღეს 2 დღის წინ რუსთაველზე გამართულმა აქციამ ცხადყო, რომ აი ამ მოძალადეებისა ამ ქვეყანაში არავის ეშინია, მიუხედავად ასეთი სასტიკის სახისა, რომელსაც ისინი აჩვენებენ. ხო, არა, ეს ხო ფაქტია, უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რომლებიც დარწმუნებული ვარ 100% იყო მზად იმისთვის, რომ იმ დღეს კვლავ შეიძლებოდა გამოეშვა დასანქციონირებული შინაგან საქმეთა მინისტრი ყავს ბოლო-ბოლო საკუთარი ხალხის წამებისა და მოადგილეს. ხო, ისა საკუთარი ხალხის წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო რომ დაასანქციონეს და ამ აქციამ ცხადყო, რომ საზოგადოებას შიში არ აქვს. აი ამ სისასტიკის მიუხედავად, მაგრამ აქვს ძალა, რა დაგანახათ ამ აქციამ? აქვს ხალხს ძალა საზოგადოებას რომ დაუპირისპირდეს თუნდაც ასეთ ჯოგურ ძალადობას, რასაც ჩვენ ვუყურებთ გორის კადრებში? ამოცანა ის არის, რომ ჯოგური ძალადობა არ წარმოშვას მეორე ჯოგური ძალადობა, ეს ძალიან საშიში რამეა და ამას ცუდ გაგრძელებები აქვს. გეთანხმება. ამოცანა ნამდვილად ეს არის მათ შორის, მაგრამ რაც აჩვენა გუშინწინდელმა აქციამ და მიზანიც ერთ-ერთი თუ უმნიშვნელოვანესი არა იყო ის, რომ ჩვენ გვეჩვენებდა არ თუ არ გვეშინია, არამედ პირიქით ჩვენი ენერგია იმატებს და ხელისუფლების ენერგია იკლებს. ეს ასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი წინაპირობა იყო იმისთვის, რომ ამ ხალხს ეფიქრა, რომ დაარბევდნენ და მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნება რასაც აკეთებდა, არაფერს განსხვავებულზე არ მეტყველებდა. უბრალოდ მართლა ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, იმიტომ რომ იქ რო დაიძრა უნივერსიტეტიდან ხალხის ეს რაოდენობა, იქ ჩაკეტილი იყო ჯერ კიდევ რუსთაველი. უბრალოდ მერე გასაგები გახდა, რომ აზრი არ ქონდა ამას და გაიყვანეს ის პოლიციის მანქანები, თორე რუსთაველი ჩაკეტილი გხდებოდა. ნუ ტექნიკასთან დაკავშირებით რა აკეთეს თქვენ იცით, მაგრამ ტექნიკა ჩვენ იქ მაინც შევიყვანეთ, როგორც ვპირდებოდით დღის დასაწყისში და ეხლა თუმცა როგორც განვითარდა მერე პროცესები ამ ტექნიკასთან დაკავშირებით, თქვენს ეთერში შეიძლება მაყურებელმა პირველად გაიგოს და ალბათ მედიამაც და მინდა გითხრათ, რომ პირველი ნაწილი როცა ჩამოგვართვეს, აბსოლუტურად შეგნებული ოპერაცია იყო ჩვენის მხრიდანაც იმ მარშრუტკაში იდგა იდო ტექნიკა, რომელიც არ მუშაობდა. აი ესე კი პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენც ჩავუტარეთ, აი ესე გავატანეთ რაღაცა, ყურადღება გავაფანტინეთ და სხვა მიმართულებიდან შემოუყვანეთ ბოლოს ტექნიკა. და ყოველთვის ასე ვიზამთ ინგა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყანაა და ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალებას თუ არ მოგცემენ, ჩვენ ამ საშუალებას სხვა გზით მოვიპოვებთ და მოვიპოვებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს გვეკუთვნის კანონით, კონსტიტუციით, საღიაზრით, ისტორიული ლოგიკით და ყველაფრით, რასაც ემყარება ადამიანების კეთილი ნება ამ ქვეყანაში და მათი სურვილი გახდნენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. კი, ეს უთხარით დღეს ჩვენს მოკავშირეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც და კი, სხვა დროსაც ასე მოვატყუებთ პოლიციას, სხვა მხრიდან შემოიყვანთ მანქანას თუ ერთი მხრიდან არ შემოგვაყვანიებენ, კიდე ერთხელ ვამბობ, მთავარია აი ამ ჯოგმა არ გამოიწვიოს ჯოგური ინსტინქტი ჩვენს მხარეს და მართლა უბედურებაში არ გადავიდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ეს ქვეყანა გვიყვარს და ჩვენ ეს ქვეყანა გვჭირდება ქართული ხალხისთვის, ხალხის ბედნიერებისთვის და არა დაპირისპირებისთვის. თქვენ თავად ამ აქციამ რა გაჩვენათ? ამ აქციამ აი რა დაგვეთა აქ საზოგადოებას? რა გაჩვენა? ამ წუთში ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიმრავლე და არა მხოლოდ ამ აქციამ აჩვენა,
მე გამოვაქვეყნე თქვენი რეიტინგი პირველი დღის და შემდეგი დღის უკვე ფორმულას და თქვენი რეიტინგი ერთობლივად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრებია, ვიღაცამ შეიძლება ვერ გაიგო, ვიღაცამ შეიძლება რაღაცა ცუდი თქვა, მაგრამ მნიშვნელობა მე ძალიან კარგად ვიცი ამ ციფრების ფასი. როდესაც ოპოზიციური ტელევიზიები ასე მნიშვნელოვნად უსწრებენ სახელმწიფო პროპაგანდას, ამას აქვს მხოლოდ ერთი პასუხი. ინტერესი არის იქ, სადაც დგას ხალხი. ინტერესი არ არის იქ, სადაც ხალხის ინტერესი არ არის. ანუ ხალხის რეალური ნება არ არის გამოხატული და ეს არის პროპაგანდისტული იმედი, რომელიც სხვა ვითარებაში, ჩვეულებრივ რუტინულ ვითარებაში წერს რეიტინგს თავისი სერიალებით, მაგრამ როცა რეალური ამბები ხდება, უყურებენ TV პირველს, უყურებენ ფორმულას, უყურებენ თავს და იმედი მაქვს, მალე შეძლებენ კვლავ თავის. მოდით, მე ისევ მინდა ამ აქციაზე დაგიშვათ კითხვა, უბრალოდ მანამდე მინდა მოვისმინოთ ერთად ერთი კომენტარი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი ირაკლი კობახიძის კომენტარი მედიასთან აქციის შესახებ. როდესაც ასეთი ადამიანის დაძახებულზე ადამიანების დაძახებულზე როგორც არიან გვარამია, ხო, თქვენ იცით რა ხალხია ეს? გვარამია, იქ აშაძე, ჩაფარიძე, სალომე ზურაბიშვილი, როდესაც ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, ისინი მეგობრებო ბედნიერები უნდა იყვნენ. ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი რო გამოდის რუსთაველზე, ეს უნდა იყოს მათი ბედნიერების საფუძველი. არ ვიცი, როგორ შეიძლება ერთი ადამიანი მაინც გაყვეს მათ, თუმცა ხედავთ, რომ 5000 ადამიანი გაყვარაც თავისთავად სამწუხაროა, თუმცა ისინი უნდა იყვნენ ბედნიერები ამ ყველაფრით. თავარი არის ის, რომ ეს არის უმცირესობა, ეს აგრესიული უმცირესობა საბოლოო ჯამში ვერ აღწევს შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ჩვენთვის თავარია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზასასდენელი და რომელსაც მოწონს მაგალითად გვარამია, ზურაბიშვილი, ჩაფარიძე ან ვაშაძე, დაუბრუნდეს სწორ გზას. შიდა დაპირისპირება არის მათი სისუსტის გამოვლინება, რაც უფრო სუსტია ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო ძლიერია ხოლმე ქართული სახელმწიფო. შესაბამისად, სასურველია კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია, ეს პირდაპირ პროპორციულად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაცილებას. მეთყოდი ბატონ კობახიძეს 5000-თან დაკავშირებით, მაგრამ აქ ზიხართ ეხლა თქვენ და თავად ვაპირებ ლაპარაკს, მე უბრალოდ ერთი რამე მინდა ვიკითხო რიტორიკულად, ხელისუფლებამ რამდენიმე აქცია ჩაატარა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩამოყვანილი ხალხით. ძალიან დიდი რაოდენობით ჩამოყვანილი ხალხით, მაგრამ ამხელა არც ერთი არ იყო ის აქცია. ირაკლი კობახიძის დაძახებულზე რამდენი გამოვა მე ეს მაინტერესებს. ხელისუფლებაში როა მაშინ და ხელისუფლებაში რო არ იყოს მაშინ საერთოდ რამდენი გამოვა მისი ოჯახის წევრების მიღმა, აი ეგ მაინტერესებს, ხო? 5000 ეხლა როგორც არის, რამდენიც 5000-ზე მეტია იმდენი წარმატება ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ 5000 კი არა, 500 კაცს გამოიყვანს ირაკლი კობახიძე, მე გიპასუხებთ 50-საც ვერ გამოიყვანს. კარგი, დავანებოთ მაგათავი, რა გაჩვენათ თქვენ, როგორც ალიანს, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ამ აქციამ? მე მაჩვენა მთავარი რამ, პირველი ედნობიან პოლიტიკოსებს, გადაწყდა ის ტრენდი, ტაბუ, რომელიც იყო, რომ პოლიტიკოსების დაძახილზე ხალხი არ გამოდის თვა შემდეგ. ეს გადაწყდა და ეს არ არის მხოლოდ ალიანსისთვის სასარგებლო, ეს არის ზოგადად პოლიტიკური კლიმატისთვის სასარგებლო და არა ალიანსის წევრებისთვის მხოლოდ, არამედ ალიანსთან სულაც დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიებიც კი. მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, უფრო გამბედავები იქნებიან ამგვარი აქციების მობილიზაციაში და გამეხარდება ეს, იმიტომ რომ მგონია, რომ პოლიტიკოსების და ხალხის ურთიერთობა უნდა იყოს გაცილებით უფრო ინტენსიური და არ უნდა ეშინოდეთ პოლიტიკოსებს ხალხის დაძახება და არც ხალხს არ უნდა უტყდებოდეს, ასე ვთქვათ, ჭყალებს სლენგით ვიტყვი, პოლიტიკოსების დაძახილზე გასვლა, ეს ერთი. მეორე, ამან გვაჩვენა, რომ ალიანს აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს იყო თვენახევარი მომზადებული აქცია ყოველგვარი ფინანსური რესურსების პრაქტიკულად. თქვენ ფიქრობთ, რომ იქ ვინც იყო ყველა ალიანსის მხარდამჭერია? ამას ხო მნიშვნელობა არა აქვს. გამოვიდა ხალხი პოლიტიკოსების დაძახილზე. ნამდვილად არ მაქვს იმისი ილუზია, ან არც სხვას მოვატყუებდა არჩევთავს, რომ 26 მაისის საზეიმოდ გამოვიდა ხალხი. არა, თავისით ხალხი 26 მაისის საზეიმოდ არსად არ გადის და მით უმეტეს ეს არ იყო 26 მაისის ზეიმი, ეს არასოდეს არ უთქვამს ამ აქციის. არა, ეს იყო პროტესტი და ეს იყო საპროტესტო აქცია, რომელიც სიმბოლურად იყო დამთხოვილი 26 მაისს. საქართველოს დამოუკიდებლობას ეძღვნებოდა ეს პროტესტი და იმიტომაც დავამთხვიეთ 26 მაისს. ხო, ანუ
არ მინდა ახლა უბრალოდ ვინმე მოვატყუო და არც იმათ გაუგორო კოჭი, ვინც თავს იმშვიდებს ამით, ანუ ალიანსის საწინააღმდეგოდ ამ გვარ სისულელეებს ამბობს 26 მაისს, მაინც გამოდის ხალხი თავის სადგინ ახავთ ხალხი მაინც გამოსული 26 მაისს ხო, აღლუმებზე აღარ დადის ხალხი, იმიტომ რომ ქართული ოცნება. ამ შემთხვევაში მთავარია რა სამოქმედო გეგმა დაგასახენა თქვენ. ჩვენ გვაჩვენეს ადამიანებმა რომ გენდობით მხარს გიჭერთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ პოზიტიური ამბავი. ეს არის პოზიტიური საბოლოო ჯამში, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მეორე დღიდან თუ იმავეს აღამოდან არა, იწყებ ფიქრს იმაზე, რომ უკვე ხვალინდელი დღეც არის პასუხისმგებლობა, უფრო მძიმე პასუხისმგებლობის ნაწილი. შენ რა კიღა გენდობიან და გიცხადებენ ასე ღიად ამდენი 1000 ადამიანი და 10,000-ობით ადამიანი ნდობას, ესე იგი ხვალვე რაღაცა უნდა გააკეთო და კი, ეს არის მძიმე გასააზრებელი. ხვალვე მოქმედების დაწყება არ არის მარტივი, მით უმეტეს როცა ეიფორიაში ხარ, როცა ყველაფერი გამოგდის, ამის წინაპირობები ბევრი არ იყო, კვლავ ვიტყვი, ჩვენ ვართ საკმაოდ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ჩვენ ვართ პრაქტიკულად დარჩენილი ორი მნიშვნელოვანი მოკავშირით, ეს არის ორი ტელევიზია კრიტიკული, სხვებიც, მაგრამ ძირითადად ორ მძლავრ მოკავშირეზე ვამბობ, ვისაც თავადაც ძალიან უჭირს, იმიტომ რომ ფინანსური პრესი მათზე ცელდება და რაც მთავარია, ჩვენ ვართ დარჩენილები ჩვენი ლიდერების პატიმრობის პირობებში, ყველანაირი გამწვავებული, ასე ვთქვათ, შემოტევების პირობებში და 26 მაისის მერე ისეთი აფეთქება ხდება ყველა მხრიდან შემოტევების, თუ მოკავშირეების, თუ ყოფილი მოკავშირეების, თუ მხარდამჭერების, თუ ვითომ მხარდამჭერების, უბრალოდ აი გააზრებაც კი ჭირს, თუმცა მოსალოდნელი იყო რაღაც თვალსაჩინო, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენ შედეგი გავიტანოთ ბოლომდე, იმიტომ რომ ამ ხალხის რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ნიკა, ეს არის თბილისი. თბილისში რა სურათიც არის? იმიტომ რომ არავინ არ ჩამოგვიყვანია არც. ვიცი, დარწმუნებული ვარ და ინფორმაციაც მაქვს და ისედაც ვიცით რა განწყობა არის თბილისში. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ბოლომდე უნდა გავიტანოთ, ჩვენ ვიცით თბილისი 20%-ით არჩეული, აი მაშინ როდესაც ბოიკოტის პირობებში ჩატარებული იყო არჩევნები, მაშინაც კი 20%-ით არჩეული მერიყავს ამ დედაქალაქს, მაგრამ რეალობა რეგიონებში, აი ეს მაინტერესებს, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ბოლომდე უნდა გაიტანოთ, აი მაგალითად წეგან ახსენეთ, დღეს თქვენ შეხვდით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას, რაზე ისაუბრეთ? შიდა პოლიტიკიდან რაზე გააკეთეს მათ აქცენტები, თქვენ რაზე გააკეთეთ? თქვენ თქვით, რომ მათ შორის საუბარი იყო არჩევნებზეც, უკვე ჩატარებულზეც და მოთხოვნილზეც. რას გირჩევენ პარტნიორები? ეს ძალიან საინტერესოა, ხო? ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, რა უთხარით მათ? ხო, რჩევები არ იყო ძირითადად ორივე მხრიდან, იყო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა და გეგმების გაზიარება. პირველ რიგში რა თქმა უნდა შეკითხვები არის ყველაფერთან დაკავშირებული. აი შეგეკითხნენ მაგალითად არჩევნები, რომლის შედეგებიც არ აღიარეთ, ბოიკოტი იყო თუ არა სწორი ეს ბოიკოტი, დაგაზარალა თუ პირიქით გაგაძლიერათ, მერე არჩევნების ბოიკოტი და ეხლა კიდევ დაანონსებდა. რა იყო რაციონალი მაგალითად ბოიკოტის უკან, იმიტომ რომ აინტერესებს ხალხს, გასაგებია რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, როცა პოლიტიკოსები არ შედიან პარლამენტში, ხო? შეკითხვა რატომ ამბობთ უარს ქვეყნის მართვაში მონაწილეობაზე, ძალიან მარტივი პასუხის გასაცემი. დაგისვეს ეს კითხვა. როცა დასავლელი გისვავს ამ კითხვას, ეს ძალიან ბუნებრივია მისი გადასახედიდან, მაგრამ პასუხი ჩემი ამ შემთხვევაში ყოველთვის იყო, არის და იქნება ასეთი ტიპის შეკითხვაზე, რომ საწყისი წერტილია არასწორი, იმიტომ რომ საქართველოში პარლამენტის წევრობა არ ნიშნავს ქვეყნის მართვაში მონაწილეობას. როგორც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ტრადიციული დემოკრატიის დასავლურ ქვეყნებში. ჩვენ პარლამენტში შესვლაზე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში ყოფნა ზოგადად მიუღებელია, ეს აბსურდია, რა თქმა უნდა ოპოზიციაში ყოფნა, როგორც არ უნდა იყოს ხელისუფლება, ბუნებრივია, რომ პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ მანდატებზე უარი ეს არ იყო უარი პოლიტიკურ პროცესებზე. ეს იყო უარი სიყალბის რატიფიკაციაზე, სიყალბის ლეგიტიმაციაზე. ეს იყო. არსებობდა სხვა ამოცანა? არა.
იყო ეს მძიმე გადაწყვეტილება მათ შორის ჩვენთვის პირადადაც პარტიულადაც რაციონალურადაც მათ შორის ანუ უფრო დაგაზარალად უფრო გაგაძლიერად სხვა ჩვენს რაც უფრო დრო გადის უფრო და უფრო მეტი კითხვა მიჩნდება მეც პირადად როგორ ჯობდა მაგალითად მახსენდება გავრილოვის ღამე არ იქნებოდა ალბათ რომ არ ყოფილიყო ის პროცესები პარლამენტში რომელიც იყო და რომელიც შექმნეს პოლიტიკოსებმა ამიტომ შესაბამისად ეს კითხვები არა ეს გაგრძელდა გავრილოვის ღამე ნახეთ ეხლა უფრო მიჩნდება ნახე როგორ გაგრძელდა გავრილოვის ღამე იმის მერე იყო დაპირება ბიჭებანიშვილის მაჟორიტარულ არჩევნებზე მერე ეს დაპირება მან შეცვალა მოატყუა ხალხი მარტივად თქვა ამას მაინც გაყვა ოპოზიცია ამის მერე მან ჩაატარა არჩევნები და ისიც გააყალბა 2020-ში და გადააგდო ის შარლ მიშელი. ამის შემდეგ იყო უკვე შარლ მიშელი, ამერიკის ელჩის მათ შორის და ევროკავშირის მაშინდელი ელჩის ჩართულობით შარლ მიშელის პროცესი ეგრეთ წოდებული თავისი და ასე ვთქვათ შეთანხმებები და ამ შემდეგ ეს ყველაფერი ქართულმა ოცნებამ ჩარეცხა. რატომ? იმიტომ რომ არ იყო კაფიობა, არ იყო ბოიკოტი ბოლომდე და სიხისტე ბოლომდე. სიხისტე ზოგადად კარგია თუ ცუდი, ამაზე არ ვსჯელობთ, კონტექსტს გააჩნია. არის შემთხვევები, სადაც მუქნილობა უფრო მნიშვნელოვანია, არის შემთხვევები, სადაც სიხისტეა მნიშვნელოვანი. აი პიტერ ანდრეულთან მოგიწონეს ეს შეხვედრაზე, მოგიწონეს ახლა მეც შეიძლება არაზუსტ ფორმულირება ჩემიდან, მაგრამ ანუ გაგიგეს, დაგეთანხმე თუ არა, ნუ ახლა იქ დათანხმება არ დათანხმებაზე ამაზე რომ წყობილიყო ამ ანუ კითხვები ქონდათ, ხო, რამდენად რაციონალური იყო გადაწყვეტილება მანდატზე რატომ აი როგორი იყო მაშინ განწყობა მე შემიძლია ჩემ განწყობაზე ვილაპარაკო ჩემი პარტიის განწყობაზე ცალკეული ადამიანების ან სხვა პარტიების განწყობებზე მე ვერ ვილაპარაკებ იქ ვიყავით კოალიციის სამივე პარტიის ლიდერი ვინც გარეთ არის ჯერ კიდევ ორი მათგანი იცით რომ ციხეშია ნიკა და ელენე მაგრამ ვინც გარეთ ვართ იქ ვიყავით და უთხარით ჩვენი პოზიციები ამასთან დაკავშირებით სირთულე ამან მოიტანა იმ წუთშივე ცხადი იყო რომ ეს სირთულეებს მოიტანა და რაც უფრო დრო გადის მით უფრო ცხადი ხდება ეს სირთულეები მაგრამ ამან ერთადერთი გზა არის დაასუსტო ქართული მაშინ ერთადერთი გზა იყო დაგესაჯა ქართული ოცნება და კი ქართული ოცნება დაისაჯა ქართული ოცნება რომ ისეთია როგორიც არის და იმ ტონალობაში ელაპარაკება მეზობლებს შეშინებულია მათ შორის მეზობლებთან და ქართულ ხალხთანაც ისე რომ ტექნიკა უნდა ჩამოართვას მარშრუტი თუნდაც ყალბი ტექნიკა იყოს ვერ მიხვდეს ჭამოს და მე ნამდვილი ტექნიკა შეუყვანო გვერდითა ქუჩიდან აი ამ ვითარებაშიც რო არის ქართული ოცნება ზუსტად მხოლოდ იმის ბრალია რომ დღეს პარლამენტში რეალურად მანდატები ქართულმა ოპოზიციამ არცნო და ქართული ოპოზიციაც მხოლოდ იმიტომ არის დღეს დარჩენილი როგორც პოლიტიკური ძალა რომ ეს გააკეთა. ვინც ეს არ გააკეთა, ის აღარ არსებობს პოლიტიკურ სპექტრში. პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ამას მომავალი აჩვენებს. მე შემიძლია მე არ ვიღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. თქვენ უფრო კიდევ სხვა ხედვა გაქვთ და ვალდებულებაც სხვა გაქვთ. უბრალოდ აი რაც დრო გავიდა თქო, უფრო და უფრო ბევრჯერ გამიჩნდა ეს კითხვა, იმედი არ ჩავიქოლები ახლა ამ კითხვის გამო. უბრალოდ ასე ჯობდა არა შენს მიერ არა შენი მომხრეების მიერ შეიძლება ასე ვთქვათ უბრალოდ ეს კითხვა ასე სჯობდა თუ ისე აი ახლა არჩევნებთან დაკავშირებით მაგალითად რა რჩევები ქონდათ პარტნიორებს არა არავითარ რჩევები არ ყოფილა საუბარი ამაზე უბრალოდ მოისმენეს თქვენი პოზიცია შეგირდები მასწავლებლებთან ესეთ შეკითხვა არ იყო ხო ჩვენ საუბრობდით იმაზე რას ფიქრობს ქართული ოპოზიცია მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს და ჩვენ ვიცით საკმაოდ სპეციფიურია ტრამპის ადმინისტრაცია ტრანზაქციული ადმინისტრაცია მაგრამ მე ძალიან კაფე ოპოზიცია მაქვს ტრანზაქციულობასთან დაკავშირებითაც ჩემი ოცნებაა რომ საქართველოში ასე ვთქვათ დასავლურმა კონსორციუმმა იქნება ეს ამერიკული თუ ევროკავშირის თუ დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით ააშენოს დიდი პორტი რომელსაც მიებმება ქართული რკინიგზა და მართლა ნიკოფსიიდან დავრობანდამდე არო კასპიიდან შავ ზღვამდე საქართველოს გააკონტროლოს მთელი ტვირთბრუნვა და ამისი უზარმაზარი შანსი გვაქვს უზარმაზარი იმიტომ რომ რუსეთის გზა ამ წუთში არის მკვდარი და შანსი გვაქვს რომ ეს გზა ჩვენზე გადმოვიდეს თურქეთის და ირანის ომის გამო ახლა ირანისში რაც ხდება იმის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის გზაც საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურება ახლა არის უდიდესი შანსი ამისი მაგრამ
რომ ჩემი შეკითხვაც იყო სხვა შორის, იქაც საუბრობდით ამ საკითხზე, რომელი ამერიკული კონსორციუმი არსებობს ან ინვესტორი, რომელიც შემოვა ქვეყანაში, სადაც არის ინფილტრაცია ირანელების, ჩინელების და რომელი ამერიკელი ჭკუათ ყოფილი შემოვა ქვეყანაში, სადაც არ არის სასამართლო, სადაც არიან პოლიტპატიმრები, რა უნდა ეთქვა? ხადია რომ არც ერთი. ბუნებრივია რომ განცდა რა დაგჭათ ნიკა დღევანდელი შეხვედრიდან რომ ქართულ ოცნებას აქვს რაიმე შანსი თავი დაიძვრინოს ჩემი აზრით არა ქართულ ოცნებას აქვს კიდევ უფრო უარესი შანსი ნახეთ როცა შენ გაძლევენ შანსს და გელაპარაკებიან და მიუხედავად ამისა კიდევ უფრო იუარესებს შენ მდგომარეობას იმით რომ კიდევ უფრო მეტად ეუბნები ან უარს ისეთ საკითხებზე როცა შანსი წესით არ უნდა მოეცათ შენთვის ეს კიდევ უფრო ამძიმებს შენ მდგომარეობას არ ვიცი ხა კარგად გამოვთქვი თუ არა ქართულ ოცნებას მიეცა შანსი ისეთ ვითარებაში როცა წესით და რიგით და ჩემი აზრითაც ეს შანსი მას არ ეკუთვნოდა მაგრამ ქართულმა ოცნებამ რაშიც დარწმუნებული ვიყავი თავიდანვე ამაზე ცხადია რომ წიხლი ქოში უყუღმაყარა და კიდე ერთი უარი თქვა მარტივია ინგა რატომაც ბიძინა ივანიშვილი აქ იმიტომ კი არ არის ამ ქვეყანაში რომ ნიკა მელია ნიკა გვარამია ელენე ხოშტარია მიშა სააკაშვილი დაიჭიროს არა ეს არის თამდევი ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი აქ იმიტოა რომ ანაკლიის მსგავსი პროექტები ამ ქვეყანაში არ შედგეს რომ რუსეთს კონკურენცია ამ ქვეყანამ არ გაუწიოს და დასავლეთს არ კონდეს ალტერნატიული გზა ცენტრალურ აზიამდე მისაღწევი ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი აქ რაც არ უნდა იფიქროს დაუშვას ან მოეჩვენოს ვიღაცას რომ მასთან დალაგება შეიძლება ნებისმიერი გზით ეს ვერ მოხდება მისი ამოცანა არის რომ ეს დალაგება ვერ მოხდეს შესაბამისად ამაში თუ ჩვენ არ დაგვიჟერებენ ჩვენი პარტნიორები თავად რწმუნდებიან ხოლმე ძალიან მოკლე დროში რომ ეს მართლაც ასეა ამიტომ აზრი არ აქვს ბიძინა ივანიშვილთან ამ თემაზე ლაპარაკს თუ არა და აგერ ვნახავთ კიდევ ერთიც და იქნება სავარაუდოდ კიდევ ერთი უარით მე გეუბნებით რომ ამ ქვეყანაში ან იქნება დემოკრატიული არჩევნები სადაც გაიმარჯვებს ის ვინც უნდა გაიმარჯვოს და ვისაც ქართული ხალხი უჭერს მხარს და ზუსტად შემიძლია გითხრათ რომ ეს არის ქართული ოპოზიცია და არა ბიძინა ივანიშვილი და წინსწრებად გამოუშვებენ პოლიტპატიმრებს და გააუქმებენ იმ დრაკონულ კანონებს ან იქნება იმგვარი პროცესები რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის გაცილებით უფრო უარესი განვითარების წინაპირობა იქნება ვიდრე ნებისმიერი დამარცხება. კი ბატონო, ორი კითხვა მაქვს კიდევ თქვენთან ნიკა. მიხეილ სააკაშვილის სტატუსებს თუ ეცნობით ბოლო დღეებია, მაგალითად ძალიან მოკლედ წავიკითხავ ნიკა მელიაზე. მინდა ყველას ვუთხრა, რაც შეეხება ჩამოსვლის და ღალატის საკითხს, ეს არ ეხება არც ერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოსს და უნდა შეწყდეს ამაზე სპეკულაცია. როცა დრო მოვა, ამბობს სააკაშვილი, აუცილებლად დავასახელებ იმ კაცს. ვიღაცებმა ეჭვი მიიტანეს ნიკა მელიაზე. ის არაფერ შუაშია. ჩემი ლოჯისტიკის საქმის კურსში მელია საერთოდ არ იყო. მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო. არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე. შემდეგი მისი სტატუსი ეძღვნება თენგო თევზაძეს, რომელიც ასევე ახალგაზრდა უკაცრავად კოალიცია ცვლილების წევრია და ახალგაზრდაც ხო პრინციპში რატომ არა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ წეგან თქვენს გახსენათ მის სტატუსში. თქვენი რეაქცია მაინტერესებს. იცით მე რეაქცია მე პროცესშიც ვიყავი ბოლო პროცესზე იქ მიშას ველაპარაკე. პატიმარმა რომელიც 6 წელი ახლა თითქმის პატიმრობაშია შეუძლია ილაპარაკოს ნებისმიერ რაც მას სურს არავის საქმე ეს არ არის და ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება მაგრამ აზრის გამოთქმა შეგვიძლია მე ახლა აქედან შეგვიძლია მიშას ვთქვა მე ვერ ხვდები რა არის ამ ყველაფრის დანიშნულება 2 დღის წინ იყო ერთიანობის გასაოცარი დემონსტრირება თვითონ მიშასაც ჰქონდა წინსწრების სტატუსი მხარდამჭერი ამ აქციის და მერე ასე ვთქვათ აქციის მეორე დილასვე ასე ვთქვათ პოზიტიური გამოხმაურება. აი ჯერთი ეს არ არის სიმართლე, რასაც ამბობს ნიკასთან დაკავშირებით, რომ მან დაშალა მიტინგი, საერთოდ არ ვიცი რას ნიშნავს ვინმე დაშალა მიტინგი, თუ ვინმეს რამე გაკეთება უნდა და იქ იყვნენ და შეძლოთ რომ გაეკეთებიან. სხვა შორის გია ბარამიძემ დაწერა კომენტარი, რომ თუ ვინმეს ბრალია ესო, მაშინ ჩემი ბრალიც არის, იმიტომ რომ კოლექტიური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიტინგების გადაზრდა რევოლუციებში არ ხდება ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით, ეს მიშა სააკაშვილის გადაწყვეტილებითაც არ მომხდარა 2003 წელს. იქაც
ხალხის გადაწყვეტილება იყო. არც ნიკამელიას აქვს ეს შესაძლებლობა თუ ძალაუფლება თუ რა ვიცი ენერგეტიკა რომ რაღაცა კონკრეტული 60,000 იქნება 40 თუ 20,000 ადამიანი უცებ რევოლუციონერების ისე ჯგუფად აქციოს რომ ხელისუფლება შეცვალოს იმავე საღამოს. ეს აბსურდია, მაგრამ და ამას გარდა რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, ეს წერილი მე გამოვიტანე მიშასგან არჩევნებთან დაკავშირებით. მან თხოვა მისვლა, მივედი და მართლა მხარს უჭერდა არჩევნებს, იმიტომ რომ პირველი ტური ყველა იმ ქალაქში, სადაც თბილისის ჩათვლით, სადაც დაიწერა რომ გადით მეორე ტურში რომ მოიგოთ არჩევნები, მართლა ყველგან მოგებული ქონდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს. ესეც არ არის ბოლომდე კორექტი. თქვენ რით იხსნით? მე არ ვაპირებ ამის ახსნას. მე ერთადერთი კარგით, მელიაზე არ გინდათ რომ ახსნათ რამე ვიტყვი თენგოს გამოსვლაზე გამოსვლა მომეწონაო, მაგრამ თვითონო ჩაიდინაო სრული კატასტროფაო და იმ შრომილ კადრებზე საუბრობთ, სადაც თენგო თევზაძე წევს აქციის მონაწილე. მე არ მესმის მიშა სააკაშვილის მხრიდან ეს კიდევ ერთხელ მისი საქმეა ეს, მაგრამ ეს ნეგატიური გაგრძელებების გარდა ამას არაფერი არ მოაქვს. იწვევს დაპირისპირებებს პარტიებს შორის, ისაც არ გვაკლია ეს არ არის მარტივი, კიდევ ერთხელ ვამბობ, თანაცხოვრება იმ 9 პარტიის და ბევრი პოლიტიკური ლიდერის, რომელიც გუშინ მართლა გამარჯვებას არ ეუბნებოდა ერთმანეთს. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, რატო და ვინ იყო მართალი. მთავარი ხო ის არის, რომ დღეს ვეუბნებით გამარჯვებას და 2 დღის წინ 50,000-მდე ადამიანი გამოიყვანეთ, ისე რომ ეს არავის არ ჯეროდა. მთავარი ამბავი ხო ეს არის, საითკენ მივდივართ და არა საიდან მოვდივართ. ამ წუთში ხო ეს არის მთავარი ამბავი. მერე რო გაირჩეს ეს ამბები, როცა ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება, არ შეიძლება. რას არ იცდის ამისთანა, ნიკამელიას დადანაშაულება მით უმეტეს იმაში, რაც მას არ გაუკეთებია. ისეთი რა საჩქაროა, რომ ეს უნდა იყოს და არა, არც ვაპირებ ამაზე. გულწრფელად და თენგოს რაც შეეხება იმ რაღაცა ხელი გაკრა თუ ასე შემდეგო, ერთი მინდა ყველა შევახსენო, რომ მე მგონი პირველი აქცია იყო, სადაც არც ერთი ადამიანი არ მისულა მიშას ბანერიან მომიტინგესთან და სიტყვაც არ დაუძრავს, რატო გიჭირავს ეს ბანერი, იმიტომ რომ სრულიად პრინციპული პოზიცია ყველასი და მართალია ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ რატო გიგზავნოთ მიშას ბანერიც იაროსო, ნებისმიერი ადამიანის ბანერით შეუძლია იაროს, მე პროტესტեմ. არ შეიძლება რომ ვიღაცა ugზალო, შენ რატო გიჭირავს ამის ბანერი, რა შემდეგ. ეს აქცია ამითიც იყო უნიკალური, მაგრამ სრული გაუგებრობა იყო. ხა მე კი გაიგებ შენ რასაც ვამბობ. პირდაპირ ეთერში ესეთი გაუგებრობები ემართება ჟურნალისტსაც, რესპონდენტსაც და გამრევლსაც. ესეთი რამ მოხდა, თენგომ იმ ადამიანს მოუხადა ბოდიში. იქვე ეთერს მიღმა უბრალოდ ეთერში. არა, მე მაინტერესებს უბრალოდ მისი მხრიდან, ანუ სააკაშვილის ვერ გავარჩევ ამ ამბავს. მე ჩემზეც იყო იქ სტატუსი, ესეც თქვენს გახსენა. მე სხვა რამეზე ვლაპარაკობ. იმას კი არა რომ მიშას რამის თქმის უფლება არ აქვს, ან რა ვიცი, თავის მომხრეებს რასაც უნდა იმაზე ელაპარაკოს. მათ შორის ელაპარაკოს ალიანს იმაზე, რაც არ მოწონს. მჯობესი იქნება თუ მისი პარტიის მეშვეობით ილაპარაკებს ალიანსის ხტომებზე, იმიტომ რომ უცნაურია, როცა მისი პარტია ალიანსის ხტომაზე ზის და იქ ამას არ ამბობს და მე ვიგებთ სტატუსით, პატიმარი ლიდერის სტატუსით რა იყო ცუდი და რა იყო არასწორი, ნუ მინიმუმ რბილად რომ ვთქვათ უცნაურია, ხო? მეც გამიკვირდებოდა სხვის ადგილზე, მაგრამ გავანებოთ ამას თავი. რა თქმა უნდა, მიუხედავად ამისა, ის არ კარგავს არც უფლებას და არც გონივრული არ იქნებოდა, რომ ასეთი გამოცდილი და ამ მასშტაბის პოლიტიკოსისთვის გეთქვა, რომ რატო გჯელობს საერთოდ ამ საკითხს და ვინ გეკითხება. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, მაგრამ აი ამ ტიპის შენიშვნები, კრიტიკა, განქიქება, არაკორექტული ინფორმაცია მათ შორის, არაზუსტი ინფორმაცია. რა საჭირო, რა მოაქვს ამას ვკითხულობ განხეთქილების გარდა. კარგით, გავჩერდით. არაფრით არ მინდა იმაზე ახლა ლაპარაკი, რომ მას აქვს ინტერესი, რომ განხეთქილება შეიტანოს. ამის მე არ მჯერა და არც ვამტკიცებ, მაგრამ ვეუბნები ეთერიდანაც და ისედაც შემიძლია უთხრა უბრალოდ არ მიშვებენ მასთან, იმიტომ რომ ერთ საქმეში ვარ, თორე სასამართლოზე როცა ვხედავ აუცილებლად ვეთქვი, რომ ამას ნეგატიური შედეგების მეტი არ მოაქვს არაფერი მათ შორის მისთვისაც. გამორიცხავთ, რომ საბოლოოდ ოპოზიციური ალიანსიდან გავიდეს ნაციონალური მოძრაობა, როგორც სააკაშვილის პარტია. ეს კითხვა ჩნდება მისი სტატუსების კვალდაკვალ. არა, იმედი მაქვს, რომ არა, იმიტომ რომ რეალურ გადაწყვეტილებებში ეს არც ნაციონალურ მოძრაობას და არც მიშას პერსონალურად არ ეტყობა, მაგრამ ხო, მე ვხედავ, რომ ზოგჯერ რაღაცა გაიქცევა ხოლმე ტექსტი და
არა მგონია რომ ეს მართლა საჭიროებაც კი არ მესმის, ხო? ანუ თან ლაპარაკობთ მეორე პატიმარზე, ნიკა გვერდით კამერაში იმავე სართულზე, ხო? ჩვენც არ გვწდება არჩევანს. თუ ორი კამერის ჩაგდებით, თუ არ ვწდები საკნის და ჩვენც არ გვწდება, ხო? ჩვენც ძალიან ხშირად გვინდა ხოლმე რომ გავატაროთ და არ ვთქვათ პატიმარმა ერთმა დაწერა მეორეზე, მეორემ პირველზე, კომენტარი არ გავაკეთოთ, მაგრამ ჩემზე რო იყოს ეს სტატუსი საერთოდ სიტყვის დამძვრელი არ ვარ და არც დამიძრავს ყოფილა ჩემზე სტატუსები და ამაზე უარესიც, მაგრამ მეორე პატიმარზე ვლაპარაკობთ ჩვენს მეგობარზე, პარტიის ლიდერზე, რომელიც ასევე პატიმარია. ასეთ ვითარებაში ჩვენი ჩაგდებაც არ არის ბოლომდე სწორი, სამართლიანი და გონივრულიც. ამიტომ გონია რომ ეს უნდა შევწყვიტოთ ყველამ, თუ ჩვენი მხრიდანაც ხდება, რომელიმე სხვა პარტიის მხრიდანაც, ესეც გაგვაგებიან, გასაგები იქნება ჩვენთვისაც, მაგრამ ჯერჯერობით ხო ამას ხედავთ და ვკითხულობთ, ხო? კარგი, ნიკა, და ბოლო კითხვა უნდა დაგისვა. დღეს უკვე ფორმალურად ტოვებ პარტია ახალს და მის პოლიტსაბჭოს. ეს გადაწყვეტილება არ არის სპონტანური და დიდი ხანია ფაქტობრივად სრულიად გაუცხოვდი პარტიულ პროცესებს, ასე იწყება თქვენი უკვე ყოფილი თანაგუნდელის მირდატ ქამადაძის პოსტი. ეს არის ძალიან ვრცელი პოსტი, სადაც ის თulis რომ ესეთ გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ბევრი გაუგებრობის შესახებ არის ამ სტატუსში საუბარი და ორმაგალიც ასახელებს გირაოს არ გადავიხდით კამპანიის გარშემო რაც მოხდა ერთი ეს იყო და ეს არ ვიცი ვერ გავიგე ცოტა რას ეხება. მოკლედ ამ მირდატის სტატუსს არ წავიკითხავ, ძალიან ვრცელია, მაგრამ მან თქვა რომ მიიღო გადაწყვეტილება და ტოვებს პარტიას და თქვენი როგორც ლიდერის არ არის სასიამოვნო პასუხი, იმიტომ რომ მირდატი არის ცნობილი, ხო, ანუ ვერ იტყვით რომ კარგი და გონიერი ადამიანი, არც ვაპირებ ამის უმნიშვნელო წევრისთვის თვალსაჩინოთაც არ ვიცი ზოგადად ეს რომ შეიძლება ეგრე შეფასდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მტკივნეული და უსიამოვნო იქნებოდა მირდატთან დაკავშირებით. ხა მირდატთან მე პირადი ურთიერთობებიც მაქვს და ძალიან მიყვარს, ძალიან გონიერი და კარგი ადამიანია. საწყენია უბრალოდ რომ Facebook-ით გავიგე ეს ამბავი, ეს თლაც სწორი არ მგონია, მაგრამ ნუ ამას არ გადავაყოლებ ჩემი და მირდატის ურთიერთობებს, არც პარტიიდან წასვლას თავისთავად ცხადია. თუმცა შინაარსია ამ პოსტის მართლა გითხრათ, დიდად ვერ გავიგე, ანუ რაღაცები არის რაც ბუნდოვანება, საუბრობს ის ბუნდოვანებაზე, თუ ხალხს არ დაანახებ როგორ გრძელდება ცხოვრება ქოცების შემდეგ და არ შესთავაზებს სტაბილურობის განსაზღვრებას. ცხოვრება რომ გაგრძელდეს ამისთვის ქოცების, ხო, გასაგებია ჩემთვის აბსოლუტურად. მესმის ეს ყველაფერი, თუმცა შინაარსი ბოლომდე ვერ გავიგე. კარგი იქნებოდა რომ ვინმე საერთოდ ჩემთვის ახლა მე არ ვაპირებ კომუნიცირებას და სტატუსის ახსნის მოყოლებას, ან თხოვნას, მაგრამ წარმატებას უსურვებ მას შემთხვევაში, თუმცა ნუ პოლიტსაბჭოში ახლა 100-დან 1 წევრი აღარ გვყავს, ეს არ არის კარგი, მით უმეტეს მირდაც როცა ეხება ეს საქმე, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, უარესებიც მომხდარა, გავაგრძელებთ ცხოვრებას, რამენაირად ვეცდებით რომ არ წავიქცეთ წარმატებები მირდაც ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა იყოს, უნდა პოლიტიკაში, უნდა კერძო პრაქტიკაში, ის კარგი იურისტია. არ ვიცი, რაც არ უნდა გადაწყვიტოს, მოკლედ მე მას წარმატებებს ვსურვებ, შეიძლება ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთოს, მაგრამ სხვა დროს უბრალოდ არ ვურჩევდი, რომ მეგობრებს და ნუ ყოფილ ლიდერებს თუ თანამოაზრეებს და შემდეგ Facebook-ის მეშვეობით გააგებულოს რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილება. იმას მაინც ვიმსახურებდით, ჩემი აზრით, მე ყოველ შემთხვევაში და ნიკა ციხეში, რაღაც ერთი დღით ადრე მაინც ნიკა მიცოდა, მელია, თქვენ როგორ იცით? ჩემი მე რამდენადაც ვიცი, გაკნიკასთან ხშირი კომუნიკაცია. ხოდია, მაგრამ არ იცოდა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მეც კი არ ვიცოდი გარეთ ყოფნა. არ არის ეს ბოლომდე კარგი, მაგრამ მირდაც წარმატება ნებისმიერ შემთხვევაში. მადლობა ნიკა, მადლობა რომ იყავით ჩვენი